დიახ, კვლავ მოგესალმებით, გამარჯობათ, პატივცემულებო, მეორე ნაწილი დაიწყო ჩვენი გადაცემის, მე და გეგა ვართ ეთერში, წინა ნაწილში, რა თქმა უნდა, პირველ ნაწილში, ვინც ადევნეთ თვალყური სტუმარი ყავდა, საინტერესო ბლოგერი. იცით, პირველ რიგში მინდა, ვინც ახლა შემოვიერთდი ტელევიზორებს, მინდა მოგილოცოთ დღეს დიდი დღეა, წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეა და მისი მადლი და ძალი შეეწიოს სრულიად საქართველოს და სამართლმადიდებლოს და რაოდენ თემატურია და რაოდენ სიმბოლურიც შემოგეგა ამათ როგორ უნდა აღნიშნონ გარეჯობა ერთი მაინტერესებს. არა, კელაპტრების დაკავება ხელში და რაღაცა იქ დგომები რაღაცა შეძლეს, ასე ვთქვათ, ასე პერფორმანსები, მაგრამ დავით გარეჯის ან მილოცვა როგორ უნდა მიიღოთ, ან გეკუთვნით თუ არა, ეს განა საზოგადოებამ არ იცის. და გარეჯი ჩვენი ერთ-ერთი როგორ გითხრათ, მეორე იერუსალიმია სულიერი გაგებით და ხედვით. იქ ვიცით როგორი წმინდა მიწაა და რაოდენ დიდი ღვაწლის მქონე ღვაწლმოსილი მამები ბრძანდებოდნენ უპირველეს ყოვლისა აგერ დღეს ვისი ხსენებასაც აღნიშნავთ და მოგილოცეთ წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. რაც შეეხება ახლა ჩვენ ტელეფონის ნომერს გამოვაცხადებთ, მაგრამ და შეგახსენებთ, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ალბათ ერთი 5 წუთი დაგჭირდება. კონკრეტულად ძალიან კარგად ვიცით ხომ, რაც ხდება მიმდინარე მოვლენები, საიდან იღებს სათავეს, რისი გაგრძელება და ესე უტიფრად წერტილი რომ არ უზის და კვლავ არ უსვამენ და კვლავ აგრძელებენ თავიანთ ასე არასაქვეყნო საქმეს, მინდა ვთქვა. ხო, რა თქმა უნდა, ბავშვების ყოველთვის შეგახსენებთ, კი არა, არა მხოლოდ შეგახსენებთ, აქტივობაც შესაბამისი იქნება და უწყვეტად, რომ ბავშვებს სჭირდება ყურადღება, ბავშვებს სჭირდება გადარჩენა და წამალი სჭირდებათ ბავშვებს, რომელთაც თქვენ ვერ გამოიძიებთ და საკუთარი ვერ გამოგიძიებიათ, რა ვერდიქტები გამოგაქვთ. თქვენ როცა აპრობაცია, ტესტირება გაიარა ამ წამალმა და რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ, მაგრამ აქ საქმე რაშია, გეგა? ეს ადამიანები ბიუჯეტს ვიცით როგორც ავსებენ, ხო? აი ფისკალურ წყაროს გაემიჯნენ და ჩამოშორდნენ და არანაირი გრანტი, არანაირი დაფინანსება მაგისტრალურად არის, აი მკვეთრად არის შეწყვეტილი. და რა თქმა უნდა, გაზრდილი ჯარიმებით, ტარიფებით ავსებენ და თან უაზრო ჯარიმებით ადამიანი რომ ვერ ხვდება გზაზე რა დააშავა და მაინც ჯარიმა მისდის. ასეთი ჯარიმებით ავსებენ ბიუჯეტს და ახლა ერთჯერადად რომ არ დაჭირდებათ ამ ბავშვებს წამალი, ამას ხედავენ, აქ ძალიან კარგად არიან განვითარებული. ემანს რამე საფრთხე არ მიადგეს მათ ჯიბეს და მათი ჯიბია ბიუჯეტი, კაცო. აბა როგორ ფიქრობ შენ? ასე რომ აი ამ ყოველივეს ძალიან მესირცხვილება ამ თემაზე როგორ უნდა წეხანათიამ კარგად აღნიშნა, აი ეს ხომ არაპოპულარული ნაბიჯიც არისო, გესმით? აი დავუშვათ პოპულიზმისკენ ისწრაფვიან და ხიბლშიც არიან და 1000 გვარ ცოდვაში, მაგრამ და უშველოთ უფალმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ხომ არაპოპულარული ნაბიჯია, თქვენ პოპულისტებო თქვენ. ეს ხომ მაგრამ იცით საზოგადოებას ვის გასაგონად და დამეთანხმებიან ალბათ ჩვენზე არანაკლებს იტყვიან. იმდენად ასტრალში გავიდნენ, გეგა, იმდენად ასტრალში რომ თავისი უწინ თუ იფუთებოდა, უწინ თუ რაღაც ლატენტურად რაღაც ესეთი ქვედა დინებებს ქონდა ადგილი და როდესმე თუ გამოაშკარავდებოდა ისიც სხვადასხვა მეთოდებითა და სხვადასხვა კვლევაძიებებით, დღეს არანაირი კვლევაძიება აღარ გჭირდება. პირდაპირ გეუბნებიან იმას, რაც სურთ რომ გააკეთონ და აკეთებენ. პირდაპირ ამბობენ, რის გამო დაგიჭერენ და გიჭერენ. პირდაპირ გეუბნებიან კონკრეტულად რომ განყოფილება უნდა შექმნან სიტყვის კონტროლის, ხო, აი როგორი სამარცხვინოა. ეს მართლა დიქტატურის სრულყოფილი გამოვლენა რა, აი სწორედაც ამ ერთი მიმართულებით. რომ თავისუფალი სიტყვა
რასაც მე გინებათ მონათლავენ და აქაც სელექციური ტენდენციური სელექცია თავისთავად თორემ მათ გამწვანებული აქვთ პატივცემულებო რაც უნდათ რა ფორმითაც უნდათ მათი ტროლბოტების მეშვეობით და ისე გალანძღონ, ისე დაამუნათონ, ისე დაემუქრონ საზოგადოებას. რისი გამოცდილებას ძალიან ბევრს გვაქვს, მაგრამ ჩვენ ეს არათუ არ გვაშინებს, რა შეგვაშინებს და რაღაცა კლავს, არამედ ჩვეულებრივად აი გვაძლიერებს და არანაირ ნირს არ გვიკარგავს, რა მინდა კარგად იცოდეთ. და რაც შეეხება მის ციტირება, მის შინაარს მინდა შევეხო ოფიციოზის ოცნების პრემიერის. მან ბრძანა, რომ ეს თანხები, რომელზეც ზრუნვა გამოხატა, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხები, რითაც ბიუჯეტი ივსება, რომ აი რა მიმართულებით უნდა წავიდეს, თითქოს აღელვებს ხალხის მოსახლეობის თანხა, ხო? ამოღებული. ჩვენ ფარმაკო და საფთიაქო მაფიასო ამასო არ ჩაუგდეთ. ხო, ნუ deep state-თან ბრძოლის ეს ახალი მიმართულება რომელი deep state-ის ფარმაკო მაფია და ასე ვთქვათ, საფთიაქო მაფია თვითონ საქართველოში გაქვთ, ქვედალოცვილებო. თან თავისი სიტყვით აიწეხან, იმიტომ გავუსვი ხაზი. თვითონ ამბობენ, განა რაღაც შენ უნდა გამოიძიო რაღაც დედუქცია, ინდო არ უნდა ამას შეგხომსო. თვითონ კონკრეტულად მაფია გვაქვსო ჩვენო, აქო და აი ვისი ბრალეულობა ამ კუთხით როგორც თვითონ აყავთ აქ deep state-ი სოლაკში ყავთ. ვისი ბრალეულობა, რომ აი კორუფცია ხარისწისქვილებს დაძლებენ. ლეველზე ასწიეთ და გადაიყვანეთ, რომ კონკრეტულად ის დანამატები აღარ ყოფნით და მესამე, მეოთხე ხარისხის ჩინოვნიკებს დიდი ჯილდოები და ფულადი პრემიებით უნდა უზრუნველყოთ, როგორც დააანონსეთ. ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, აი იმდენად უკვე კეთილგონიერება, იმდენად ნულის ტოლია თუ მინუსებისკენ, რომ პირდაპირ გვეუბნებიან, რასაც აპირებენ. და არ იტყუებიან. იციან რომ სიმართლე გითხრათ არ იტყუებიან. იციან რომ გაზდით ეს ყველაფერი და იმას ლაბარაკობენ. ჩემო პატივცემულო თანამოქალაქენო, თანამემამულენო. ამათ ადამიანები და ჩვენი საზოგადოება ბრბოდა ნახირი გონიათ. დიახ, სხვა შემთხვევაში ესენი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ. ის შიშის ინსტინქტი ყველა ადამიანშია. შეიძლება კეთილგონიერება და ინტელექტი ატროფირებული, მაგრამ ინსტინქტი შიშისა მით უფრო როცა ასეთ დღეშია ჩავარდნელი, აი ასეთი ვარდნაზეა და დაცემული ადამიანი ყოველთვის აქვს, მაგრამ შიშიც არ გააჩნიათ, რამე თუ ფიქრობენ და ცდილობენ კიდევაც, რომ მოსყიდვა, დაშინება კიდევ თავის საქმეს იზამს და კიდევ დიდხანს დარჩებიან. მე ამავდროულად მინდა ნომერი შევახსენო ჩვენს რადიო მსმენელს. ეს არის 555-88-555-88. შეგიძლიათ დარეკოთ, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია, გიპასუხებთ და ნუ იქნება ძალზედ ხშირად მithქვამს ვრცელი ეს ტექსტები, რამე თუ სხვამაც უნდა დარეკოს და შემოვიდეს ეთერში. კონკრეტულად გორის ინციდენტმა მოიცვა მთელი ქსელი, მათ არ გაუმართლათ, რამე თუ ეს გადაღებული იქნა. ასეთი შემთხვევები არაერთია, გადაუღებელი, მცირე თუ უფრო დიდი მასშტაბის, სადაც რა თქმა უნდა სულ მართლები არიან, ყოველთვის მართლები, ეხლაც მართლები არიან რომ კითხო, მაგრამ ნუ ფაქტი ჯიუტია და რა თქმა უნდა სხვაგვარად ვერ იმოქმედებდნენ. მაგრამ წინა ეთერშიც მივმართე მე საზოგადოებას, აი სწორედაც შიშს წარმომადგენლებს მათ რომელთაც ფორმა აცვიათ და მართლწესრიგი, სამართლიანობა უნდა დაიცვან და ემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს. მასში მტრის ხატი კი არ უნდა ეძიონ. აი ბევრ მსგავსებასთან ერთად და ლამის აბსოლუტურ მსგავსებასთან ერთად მსგავსება იქაცაა, რომ პოლიციაც პოლიტიზირებულია. აი როგორც გეგეჭკორის დღოს და კიდევ მათი გვარები ახლა ყველა ერთი გვარისანი იყვნენ უწინ რეჟიმის დროს გეუბნებით წინა რეჟიმის დროს, ამ რეჟიმის დროსაც პოლიტიზირებული ბრძანდებიან. ზარია პირველი ზარი ეთერში მოგზანდეთ. მოგესალმებით. ჩემო ბატონებო. გამარჯობა. რას ვიტყვით ისინ? დიახ. ძალიან გაუსაძრისი.
ძალიან გაუსაზრისი პირობებში ვარ ხალხი. ამდენი უუშევრობა და ამდენი სიმხილი, პატარა პენსია და პატარა ხელფასებითი გაუსაზრისი ფასები. ხო, არანორმალურ მასშტაბებს მიაღწია მაგათმა თავხედობა. დიახ. რას ქვია? განა სიძულვილის ენა არ იყო ის კაცი გვეუბნება. ვარ მოგწონს ჩემი მართლობა. ვეიშინე თავი ვერ ჩამედავე იმთანდი ბატონო საგვარ გარეთო ეს როგორი თქმაია ხალხისთვის ჩვენ ამისთვის მივყვანეთ ეს მთავრობა ამ ხალხმა ეს შეასრულა თავისი განაპირები ქვეყანა სახელმწიფოებრივად ვერ განავითარა და ხალხის პრობლემები ვერ გადაჭრა მოგვაწურა დაგვასწროქა მაგრამ ქართველი კაცის ცხოვრება ყოველთვის იყო პატრიოტიზმის, სინჯისის, ვაჟკაცობის დასტური. მაინც ვერ დაგვასწროქეთ. დიახ. გამოიქვიძეთ. თქვენ ჩემო ფილებო, ძალოვანო სტრუქტურის მომუშავე ხალხო. ვინც ხარ? სატანას არ ემსახურო, იცოდეთ, მოდით ბონზე, მოდით ყუაზე, სიანელეთ ვინც სხვა მომატების მაგიერ. ვერ ვზურთი შენს მოყვას შენს ქართველ ხალხს ნოარგე სეპეს მუტე ამ მოარგის სიმთავრობის დასაცავად თმილებო ერუვნებით ამას ხოლმაც არის გაცილებას არის პროტუზებას არის ყველაფერი ამაში თქვენ დევიღალეთ ხალხი აი ძალიან დევიღალეთ ვარესი და ვარესი მოლოდიში ვართ და არ შეიძლება მასა კი ბატონო, მადლობა ქალბატონო ზარისათვის. ბუნებრივია, აბა რა სიტყვის ახლა ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა, ჩემო გეგა, რომელი სიტყვა იყო, რომ იქ ჩვენი თანაალმობა არ ქონდეს ამ ქალბატონს და თანხმობა არ ქონდეს და ასე თქვათ მისი აზრისანი არ ვიყოთ, ხო? წარმოუდგენელია. დიახ, ასეთ დღეშია ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით. ზარია ეთერში მოგზანდით. საღამომშვიდობისა ახალგაზრდებო. საღამომშვიდობისა. ეხლა ნახეთ ბავშვის დაბადების დღე იქნება ეხლა 1 ივნისი, როგორ კარგად მოგვიროცავენ ჩვენი ქოცები. და აქეთ არ უყურებენ ხალხს როგორ უჭირთ. ძაღლებს ეფერებიან, ცხოველებს ეფერებიან და ხალხი არ ახსოვს. მილიცია იმდენ ხალხს ესა გვაჩვენებს სწორე რასაც გვიჩვენებია ის სხვა არის და საერთოდ ყველა საქართველოში მოქალაქე მიცოდეს რომ ტელეფონებს უსმენენ ყველა ტელეფონი ისმინება კარგად ბრძანდებოდეთ დიახ ვიცით ეს ხოლმე ვიცით ხალბატონო პრობლემა იმაშია ხალბატონო რომ ხალხმა ისიც იცის რომ ცემენ ისიც იცის რომ ისმინება ისიც იცის რაც წინა ხალბატონმა წინა ზარის ავტორმა გითხრა გაგვახსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება რომ თუ არ მოგწონთო წადითო გზახსნილიაო აი ეს ყველაფერი ჩვენ და კიდევ ბევრი უამრავი ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა იცის საზოგადოება მაგრამ ამ ყველაფერს არ აქვს ანუ ცოდნა და ერთია მე ხშირად ვამბობ ხოლმე უწოდესნეულება და გაგეცლება ანუ სწორი შეფასება და მე ვფიქრობ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე ცოტა ხნის წინ არა შეხოთაშორის ცოტა ხნის წინ კიდე რაღაცა ილუზიას ვგრძნობდი მე საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს ვგრძნობდი რომ ხალხს ისევ რაღაცა აუხდენელი ოცნებების კვლავ ახდენის იმედები ჰქონდა და აი ის ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება რომ აი რამოდენიმე წელი განვითარებისა უკეთესი კიდე უფრო უკეთესი ხო რაღაცა იმას გვისახავდა ხოლმე განვითარების გეგმას ფსევდოგეგმას და მერე დაიწყებოდა ოცნებების ახდენა და აი რაღაცა ასეთ არქიფოსეთურის ბრბოს მსგავსად ზებუს ჭაში ჩაკიდული ოცნების მსგავსად რომ ეს ზებუს უნდა დაერეკა ესე ოცნებების ახდენას ელოდებოდა ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ეს ასე იყო ეხლა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იმდენად მძიმე და მძაფრი გახდა მათი ესე იგი ნიღბები მოიხსნეს თითქოს არა რაღაცა ადრე თუ რაღაცა მანიპულაციური მეთოდებით ცდილობდნენ
ცდილობდნენ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას. ეხლა დაუფარავად გველაპარაკებიან ქართული ოცნების პროპაგანდისტები, ანუ პირდაპირ გვეუბნებიან და გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თქვენ უნდა მოითმინოთ და აიტანოთ, იმიტომ რომ ამით ხდება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა. უნდა Facebook-ებზე და სოციალურ ქსელებზე აგიკრძალოთ იმის წერა, რაც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ ესე იგი ამითი თქვენ გწურთნით, ამითი თქვენ უფრო კარგ მოქალაქეებად გაქცევთ, ხო ეს? ამ სტილის პროპაგანდა, ანუ ეს დიქტატურა, საერთოდ იძახიან ეს რუსული რეჟიმი, ზოგი ყველა რეჟიმს, ყველა დიქტატურას აქვს საერთო მახასიათებლები. რუსეთი იქნება, ეს ბელარუსი იქნება, ჩრდილოეთ კორეა თუ რაღაც ზიმბაბვე, ყველას მეტნაკლებად ერთნაირი მეთოდები აქვს და ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით საქართველოს დიქტატურიზაციას, ავტოკრატიის განმტკიცებას. აი ეს არის და ამის წინააღმდეგ რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, აი სწორედ ეს კვებავს მათ, ზარია ეთერში. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. გამარჯობათ. საუბრობთ ბატონო გეგა. იცოცხლეთ, გამარჯობათ. საუბრობთ ბატონო გეგა, ბატონო საღამოც შვიდობის აქონოდეთ, შუადღეც და დილაც თქვენი ჭირიმეთ. ხო, სამწუხაროდ გაითიშა და კიდევ სცადეთ. ხო, რეალურად რა თქმა უნდა გეთანხმები და იცით რა არის, აი დამთხევა ეს არ არის. აი იმ დიაგნოზ დასმულსაც უწინდელ პრეზიდენტს რა, ვიცით რომელ რეჟიმსაც გულისხმობ, რაღაც რომანტიზებული ქონდა რაღაც ნიშნულები და რაღაც თარიღებს ამთხოვდა ხოლმე თითქოს და ხალხს ეფიქრა. არა, ეს კონკრეტულად ის განთავისუფლებას რასაც ეძახდა რეალურად და რაღაც გადადგმულ რაღაც წარმატებულ ნაბიჯს ამთხოვდა. გესმით? დამთხოვული რა ღმერთმა უშველოს. მაგრამ ესენი პირიქით, აი ახლა მაგალითად 1 ივნისს არის წმინდა ნინოს შემოგზანების დღე აღინიშნება საქართველოში. ჩვენი უდიდესი წმინდანისა. და 1 ივნისს არის მათი აი ამ კანონშემოქმედების რაღაცა მონაპოვარის რაღაც უაზრო და მართლა ტირანიის სრულყოფილად გამომხატველი კანონის შემოსვლა ასევე 1 ივნისს. ანტიდისკრიმინაციული კანონი წითელ პარასკევს მიიღეს, როცა მართლა ძაძებში უნდა ყოფილიყო. ეხლა მაშინ ჩვენ საუბრობთ ეს ჩვენ ოკულტური რიტუალი იყო. ეხლა წითელ პარასკევს სოდომურცოდოს რო დაგიკანონებენ, ოკულტური რიტუალია მისტიკური მნიშვნელობით. ეხლა ვიცი როგორ უნდა ესე მოთარგმნოს. ზარია ეთერში მოგბრძანდით. გამარჯობა ბატონო გეგა. გაგიმარჯოთ. ბატონო გეგა. გამარჯობა. აკუთათული გირეკან სახა ეს კომაკოდურეთი და დავით გარეგობა გეგლოცა. იცოცხლეთ ჩვენ ეს არის ჩვენს გილოცავთ. და ეს არის 12000 აფრიკასელი ხარით არა ულები ზიფირა და მეტრი ხარიდან. აი ხარით. დავით მოქმედობა და ვინა კარისტრაგის სამომზამელი გიტაცია სოფელში მობილიზება დავაკეთე. იმუნიტეტი 30 ევკრება. დიახ. რომ ის ბანდა ესწრება სამუდამოდ მოვაჭროთ. მოვაჭროთ ეს სამუდამოდ ის ბანდა ეს უნამუსოვები ესეთი რა საბედანი რა. რა ბედანი. ნუ. აკეთებ ამას მოთმენა. მენ. მოდავანთაროთ ეს რეჟიმი. კი ბატონო. მე მოვიწოდოთ მოვიწვიდო. დიახ. გაიხარეთ. მადლობა ზარისათვის. ესეთი თანადგომა და გვერდში ყოფნა დგომა არაერთისგან გვინახავს გაცხადებულიც და პრაქტიკულად რა თქმა უნდა აღსრულებული და ამ იმედით და ამ ხნეობით ვართ სწორედაც ეს პოლიტიკური ერთობა ამ პატრიოტულ ფრონტზე მებრძოლი რომელნიც თქვენთან კომუნიკაციას არ კარგავს თქვენთან ურთიერთობას რა უნდა მოხდეს რომ დაკარგოს და თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად, ჩვენს უყალანი უნდა ვიყოთ შემოქმედნი, ჩვენი მართლაც უკეთესი, გაცილებით უკეთესი მომავალი ცხოვრების. უბრალოდ საჭირო არის ეს საპროტესტო ტალღა
გასცდეს ვირტუალურ საზღვრებს, აი ხა თქვენ როგორც ბრძანეთ, აი ხალხი შევკრიბავ დაგიდგებით გვერდში. ესე უნდა აღენთოს თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად ბევრი და ამითი ჩვენი ძალისაებრ რაც შეგვიძლია ამისათვის ვაკეთებთ, ხო? მაგრამ საჭიროა თქვენი აქტივობაც, ანუ თქვენს გარშემო, თქვენ უნდა დაარაზმოთ, თქვენ უნდა გახდეთ პროპაგანდა, აგიტაცია, რომელსაც ეწევა ხელისუფლება, ცალმხრივი არ უნდა იყოს. როდესაც იქიდან მოდის ეს ნიაღვარი ამ ტყუილისა, რითაც ცდილობს პოლიტიკური ელიტა ჩვენზე მანიპულირებას. საჭიროა ჩვენ საპირისპირო დავუპირისპიროთ. კიდე იყოს ეს სოციალური ქსელი, უბანი, ქუჩა, ნათესავები, მეგობრები, ანუ ყველა მოქალაქემ უნდა იმუშაოს თავის გარშემო, რომ ეს მუხტი გაღვივდეს, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ერთობლივი ძალისხმევითა და მოქმედებით ჩვენი წართმეული სამშობლო ოლიგარქიული კლანისა და მმართველი ელიტის მიერ. ზარია ეთერში მოგბრძანდით. ეთერში ხართ ისე. ისმენთ. ალო. გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. ჩემო ქართველებო, ადამიანი. დაუწიეთ თუ შეიძლება ეკრანს რომ ცოტათი მოშორდეთ თუ შეიძლება და ისე ვისაუბროთ. ტელევიზორ, დიახ, გიგვესმის, მაგრამ ტელევიზორს დაუწიეთ. ინტერნეტის რომ ყურებდი, გული მომიკვდა. რასაკეთებენ ეს ქართველები, რასაკეთებენ ამ თავრობას ადამიანობა რო გქონდეს. სიცხლე აწუხებდნენ. ამას როგორ უნდა აკეთებდნენ? არა ჩვენია, გთხოვთ თავრობა ყობახიძე, დაუფიქრდით თქვენს აზროვნებას და დაგანებეთ თავი, გვაცხოვრეთ ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად. გეგა და ბექა ძალიან პატივს აქცევთ, იმიტომ რომ თქვენი ნალაპარაკები ჩემი გულიდან ამოდის. გაიხარეთ. სიმართლის თქმელებო, გენაცვალეთ თქვენ ყველას. მე აღარ შემიძლია, ძალიან განვიცდით ჩვენ უკიდურეს მდგომარეობას. გაჭირებულია ხალხი და ამათ ბოდიში და არ ვიტყვი და არ ვეცოდებით და ქართულ ხალხს რებათოს ჩლიან ეგინ. მაპატიეთ აღელვებული. გაიხარეთ, რას ბრძანეთ? პირიქით. დიდი მადლობა ქალბატონო, ერთი თხოვნა გვექნება ჩვენ, რომ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ეს აღელვება, ეს ნერვიულობა რის გარეშეც არ არის ჩვენი თანადროული ცხოვრება უკვე რამდენი ხანია, იქნებ შეამციროთ, რადგან თქვენი ზურგი გვჭირდება. თქვენი მხნე სიტყვა გვჭირდება კიდევ ძალიან დიდხანს. თორე გასაკეთებელს თქვენზე მეტად ახალგაზრდები გავაკეთებთ. თქვენი ნუგეშის მომცემის სიტყვა და თქვენი შემდეგ გაბწყინებული სახის დანახვა გვჭირდება, ასე რომ გაუფრთხილდით თავებს. ამით ჩვენც გაგვიფრთხილდებით. იცით რა გეგა. ჩვეულებ აი მარტივად დგას საქმე, პატივცემულებო, მე თუ მკითხავთ, ძალზედ მარტივად. ხელისუფლება, რომელიც კპირდება და ის არ ასრულებს თითქმის არაფერს არ გისრულებს და არის სიყალბე, არის სიცრუის ტირაჟირება, არის გადაგდება მოსახლეობისა, ჩვეულებრივად გადამგდები ხელისუფლება. აი გადამგდებ მატყუარა და რა თქმა უნდა უკვე ეს მარწუხებიც და დიქტატურისკენ მიდრეკილ რეჟიმს რაც ეკადრება, ეს ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს არ ესწავლებოდა ოდითგან და ამნეზია არ დავიმართოთ. აი ის უნდა მიიღონ სწორედაც და იმ დოზით, რომ აქ იცოდნენ, რომ მისი აღმატებულება ქართველი ერი არ დაკნინდა ისე როგორც მათ მიაჩნია, არ წაშლილა ისე როგორც მათ მიაჩნიათ, არ გასულა ქვეყნიდან იმდენი როგორც მათ სურთ და მათ სურვილებში შედის. დიახ,
და ისინიც ჩამობრძანდებიან. ხომ არავის გონია ისინი დალხენის გამო წავიდნენ აქედან და კონკრეტულად მათი კანონი მეტყველებს მათზე რომ არჩევნების ხმა წაართვეს ემიგრაციას. აი მათი ზრუნვა ემიგრანტებზე ბატონებო. ზარია ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგილოცავთ პირველ რიგში. გამარჯობას. ჩვენც გილოცავთ, მადლობთ. თქვენც გილოცავთ. ხა რა ინტერესის ბოლო პერიოდში ცოტა მიჩუმდა ამ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი და რაღაც ახალი კერები ემატება ესე ხან ბაზარებს სიტყვიან დამატებით ხა შიდა ქართლის კონკრეტულ სოფლებს აგერ ბურჯონი ეხლა და რა თქმა უნდა ეს მიჩუმება ახლა ხელისუფლებას აწყობს ხოდა უფრო სიბნელეში და წვდაში გააკეთებენ ამ საქმეს, ასას ფუნქციების გაყიდვა ქვია, რა თქმა უნდა, მათ დისკუსიას ხავს ეს ხალხს, რა და აი თქვენ შეგვიძლიათ ალბათ ხალხი ოცნების აპოლოგეტები, რომლებიც ალბობენ, რომ აი ბოდიში ხარ საერთოდ პირდაპირ ასე თქო, მაიცა რა, ალბათ ვინ ჩამოვა ახლა საქართველოში და ნახე, აბა რა ქალაქებია და ასე შემდეგ, ხო? დიახ. ამას ბევრი ამბობს და იმეორის ბევრი და ახლა ზომი დაიწყო რა ირანს და ამერიკას შორის ხო და დაბომბები მიდის დუბაიში ხო არ ვიცი რაში გადაიზრდა ეს ომი და სადამდე წავა ხადია და რაღაც არა გონია ხა არა შეიხება თავი შეიკავო საქართველოში გადმოსახლებაზე დედაბუდიანა და დედაბუდიანა ხა რამდენს ნიშნავს ხოხტებით მათთვის რა რაოდენობის ადამიანს ნიშნავს თუ ახლა სისტემატური დაბრუნვა წავა ის აბუდაბი იქნება ხადია რა თქმა უნდა ხოდა და რისკი გაათმა რა ირან ამერიკის ომმა იმიტომ პირდაპირ სამიზნეა ირანის კი ბატონო აი ამაზე რას ამბობენ ეს მაიც არა ხალხი რა ეს მაიც აი ამაზე რას ამბობენ კიდევ აქვს არგუმენტი რომ ნახე რა ქალაქი აქვს და 64-ში ცხოვრობენ. რა, ხა ხაზავდა ბევრი აღარაფერი ადამიანი. მასე მაიც არას გვეუბნეოდენ იმას რა ქვია, ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომ ვეწინააღმდეგებოდით და ეს LGBT პრაიდების წინააღმდეგ გამოდიოდით ერიდაბერი. მაშინაც მაიც არას იძახდნენ ამ კატეგორიის ხალხი რა. მაიც არა ეხლა ვის შეუცვლია პროპაგანდით სქესი. აი ესეთი არგუმენტი იყო. რა, შენ გინახავს ეს გამამათმავლებული ესე ჰაერზე ადამიანი რომ პროპაგანდით არა ბატონო ესე არ ხდება ჯერ ეს ერთი როდესაც შენ ახალგაზრდა სულიერად წამლავ ჩვილ გონებაში შეგაქვს სიბილწე და სიბინძურე ის როგორ დაითესება და რანაყოფს გამოიღებს ეს ცალკე ერთი საკითხია მე ამისი სულიერ მისტიური მხარე მეორეა მაგრამ როდესაც ჩვენ ამაზე ხსნით და ვლაპარაკობდით მაშინაც მაიც არა გვესმოდა ეხლა იგივე ხდება ამაზეც მაიც არა კი ბატონო ასია და ჩვენ კიდე უარესებსაც ვისმენ და უფრო გამაღიზიანებელს იმიტომ რომ უშუალო შეხება და საუბრები გვაქვს ამ საზოგადოებასთან ჩვენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ჯერ ეს ერთი რომ არის უამრავი შავი ხვრელები გაჩენილი ქართული ოცნების მიერ, ყატარიდან და რაღაცა შეუულიათ აქ უამრავი საზოგადოებები დაიძრენ მთელი არაბული და აფრიკული ქვეყნებიდან და ვითომ ეხლა იმ რაღაცები რომ გაუმკაცრეს იქ ვიზები, ისეთი ხვრელებია დატოვილი რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან თავისუფლად ჩამოვა სხვა გვერდის ავლებით. მერე კიდე აქ როდესაც შენ ამ ქალაქებს ააშენებ და ინფრასტრუქტურულად გამართავ და პირდაპირ სახელმწიფოში ფაქტობრივად სახელმწიფოს ქმნი, ქალაქში ქალაქს ქმნი რაუშლის ხელს რაუშლის კი არა ძალიან ნაყოფიერი და ძალიან სასიამოვნოა ამ ქვეყნებიდან სადაც წყლის პრობლემა და მთელი რიგი სოციალური პრობლემებია უამრავი აზია-აფრიკული ქვეყნებიდან დაბალი ფენებისთვისაც და იმ მილიარდერი შეიხებისთვისაც ძალიან ნაყოფიერი და ძალიან სასიამოვნოა აქ ტერიტორიების ყიდვა და არაერთი გაყიდულა და არაბული სოფელი აწერია იქა იმაში რომ კახეთში თელავთან სალამი ხვალ პირდაპირ დიდი წარწერა არაბული სოფელი და იყო ხოლმე ამაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ ეს ძალიან ბევრია ამიტომ მაიც არას ვინც ლაპარაკობს მართლაც უნდა უთხრა მაიც არა შენ თვითონ იყავი ჩუმად თუ არ შეგიძლია რომ იბრძოლო ხელს მაინც ნუგვიშლი ამ ბრძოლაში რომ ჩვენი სამშობლო გვაქვს დასაბრუნებელი და დიახ მართლაც გვაქვს დღეს დგას ისეთი ეგზისტენციალური კრიზისი საქართველოში რომ საქართველო როგორც სამშობლო ჩვენი ქართული ეთნოსისა ამ ქვეყნის ძირძველი მოსახლეობისა
ძალიან მალე ან იქნება, ან არ იქნება. სწორედ ასე დგას საკითხი. ეთნიკურად ჩვენ ან გავქრებით და გავნადგურდებით მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. ან ვიარსებებთ, მაგრამ რომ ვიარსებოდა, რომ გადავრჩეთ როგორც ეთნოსი და როგორც ცივილიზაცია, მთელი რიგი რეფორმებია გასატარებელი, ასე ვთქვათ. მაგრამ პირველი რაც გასაკეთებელია, აი ამ ფეოდალური ელიტისგან არის საქართველოს განსანთავისუფლებელი. ანუ იმ მმართველი კლასისგან, ვისთვისაც თითოეული საქართველოს გოჯი არის ფინანსური საბაზრო საქონელი და მხოლოდ ემსახურება ამ ვიტრო ელიტის ფინანსურ პოლიტიკურ ინტერესებს. არავით არის სხვა ფუნქცია ქართული ოცნების ისტაბლიშმენტისთვის საქართველოს არ აქვს, გარდა მათი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისა და ინტერესების რეალიზებისა. და იმ ხალხს, ვისაც უყვარს ეს სამშობლო, იმ ხალხსაც გააზრებული აქვს ეს სამშობლო და ვისაც ეს ქართული სულიერება და ცნობიერება გააჩნია, სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა შეუწყოს ხელი რომ მოვიდეს ქვეყნის მმართველობის სათავეში და არ ვსაუბრობთ აქ ჩვენ რომ უშუალოდ მე და ბეხას გვაქვს ამბიცია იმისა რომ ვაკეთოთ ის რაც არ ვიცით ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და ამ ქართველ ხალხში ქართველ ერში უნდა გამოიძებნოს ის კომპეტენტური ადამიანები ვინც განაგებენ იმ სფეროებსა და იმ საკითხებს საქართველოს მომავალი განვითარებისა და აღმშენებლობისა და არა ის რომ სიტყვაზე პირობითად ვიძახე ხა მე ამბიცია მქონდეს იმის რომ რაღაც პრემიერ-მინისტრი გავხდიან პარლამენტის სრულებით არა გვაქვს ეხა ვიღაცას შეიძლება ძალიან პოპულისტურად ეჩვენება მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რასაც ვამბობთ ეს გულწრფელი ჭეშმარიტებაა და ვინც ჩვენ გვიჯერებს იმ ხალხს მივმართავთ არავით არის აქ პიროვნულ პოლიტიკურ ამბიციებზე არ არის საუბარი აქ საუბარი არის საერთო სახალხო ეროვნულ მიზანზე რომ ერმა დაიბრუნოს სამშობლო და მე იმ სამშობლოს დაბრუნების შემდგომ ვინსად და როგორ განაწილდება და ვინსად რა სფეროს მიხედავს ეს უკვე თვითონ ერი განსაზღვრავს და არა ის ფეოდალური ელიტა რომელიც აკონტროლებს წურბელასავით ქართულ სახელმწიფოს რა აი ეს უნდა ეთერში შემოუშვათ თუ შეიძლება გამარჯობთ დიახ ეთერში ხართ არ მიხარ და მაგიებო ყველაფერს გიორგ კორკოტაშვილი. გაგიმარჯოს ღმერთმა. გაიხარეთ გია კორკოტაშვილი? კი. გაიხარეთ ინაცვალ. კი ბატონო. გაიხარეთ. გაგაძლიერო და დაგლოცოთ უფალმა. ძალიან კარგი თანამოსახელე და თანამოგვარე ყავთ ჩვენი მეგობარი და დაილოცოს თქვენი გვარიც და სახელიც. დაიცავთ. ღმერთმა დაგლოცოთ. იცოცხლეთ. 40 მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. ასე რომ სამშობლო გვაქვს დასაბრუნებელი ჩემო მეგობრებო და ამისთვის უნდა ვეძებოთ ერთმანეთი როგორც მერაბ კოსტავ ამბობდა მოვადრო და ხელის ეცები დაუწყებთ ძებნას ერთმანეთს აი დღეს სწორედ ის დრო დგას როცა ერთმანეთი უნდა ვეძებოთ როცა ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავიბრუნოთ სამშობლო და ამ ბრძოლაში გიწევთ თქვენ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენ Facebook-ებზე, სოციალურ ქსელებზე გვამხნევებენ, გვეუბნებიან, მიდით, მიაწექით და ჩვენ მოყვებით, მაგრამ თუ თქვენ ფიზიკურად არ გამოჩნდით ჩვენს გვერდზე და თუ ჩვენი ერთსულოვნება ერთმანეთი თუ არ დავინახეთ, ჩვენ ვერაფერს დამოუკიდებლად ვერ გავაკეთებ და აი ამ ერთობისთვის გიწევთ თქვენ და ამ ერთობაში მოგიწოდებთ თქვენ რომ ჩვენ ეს შევძლოთ და გავაკეთოთ. შემოვიდე ერთობაში და ვაცადოთ ზარია ეთერში. გამარჯობათ ბატონებო. ეთერში ვარ, ხო? დიახ, ეთერში ვძანდებ. ხო, შემოგიერთეთ თქვენ და მე დიდი პატივისცემით. აი მართლა სამშობლო გვაქვს დასაბრუნებელი, იცით? აი არ ვიცი ამ ქვეყანას გადაიმართება, აი კიდე იქნება თუ გაქრება უკიდან. დიახ. არ ვიცი რა. აი წასულები ჩვენები ემიგრანტები უერთოდ უნდა დაბრუნდნენ თავისი სამშობლოში და ეს მთავრობა ვერ გაუძლებს მაგათ და გაიქცევა. აშრილება ესეთი კატასტროფა არის. უყურე მასწავლებელი არ არის. ექიმი არ არის. კულტურის მოღვაწე არ არის. სპორტსმენი. ესეთი ყველაფერი არეულდარეულია ბოდის ამ გამოთქმისთვის. აი აგებსანდარია საქართველოში და აი როგორ შეიძლება ამ მართლმადიდებელ ქვეყანაში ესეთი რამე ხდებოდეს, რომ ერთ ადამიანს ამდენი პოლიციელი უწყამდეს. და ესეთი რაღაცებს აკეთებდნენ. დიახ. აი გარეთ გაიხედეთ, ნახე როგორი ჩაცმულები დავიან. უკვე აი ამაგზენია ყველაფერი აქვს რა. მართლა უნდა დაეუბნოთ ჩვენი ქვეყანა. და ერთსულოვნება და ერთსულოვნება არ შეიძლება რა.
აი თქვენ რომ მოგიხმობთ რომ იქ დაგვიძახეთ და გამოუაცო და მე დაუძახეთ ნახე ცოტა ხალხი გამოდის. ნუ არ შეიძლება ესე რა. დიახ. სწორედ ამაშია საქმე, სწორედ ამაშია საქმე. მადლობა ქალბატონო ზარისათვის, გეთანხმებით რა თქმა უნდა, ვეთანხმები გეგას რა თქმა უნდა, მაგის გარეშე, რასაც ქვია, ერთსულოვნებისა და სამშობლო რომ მართლა დასახსნელი გვაქვს ეს სამწუხარო რეალობა და დიდი ხანია ესეა, იცით? როცა თავის დროზე არ მიეხედა ამ საკითხს, ამის გამო მრავალი მანქანება იყო, მრავალმა იდეოლოგიამ და იდეოლოგმა და ასე ვთქვათ, გეგმაზომიერებამ იმუშავა. აი სწორედაც ეს შედეგი რომ მიგვიღო. შემდეგ უფრო მეტად გამწვავდა, იცით? და ეხლა გაცილებით მეტად გვაქვს დასაბრუნებელი, ვიდრე ეს იყო წლების უკან. და რაც შეეხება, ზარია ეთერში შემოუშვათ. ზარი პრიორიტეტი. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. მოგესალმებით. მშვიდობისა. მშვიდობა გქონდეთ. გასაგებია ყველაფერი მე არაერთხელ უყურე იმ საზარელ აქციებს, რაც პოლიციერებმა ჩაიდინეს. და მაინტერესებდა რამოდენიმეჯერ გადავახვიე თუ ვინმე გამოერებოდა რომ ეთქვა რომ რაც ვაკეთებს 10 კაცი 10 მე თვითონ პოლიციელი გახმავა ყოფილი 26 წელი ვიმუშავა აწლებული რიგით თითქმის ყველა სამსახურში სახელმწიფო ამ სისტემის გარეშე ხომ არ არსებობს რა თქმა უნდა აუცილებელია მხოლოდ აქ მთავარი არის ის რომ პოლიციელი იყოს მორალურად ადამიანი პირველ რიგში. შემდეგ იწოდეს თავისი უფლება მოვალეობა და აკეთებს იმ საქმეს, რაც იმას ევალება კანონით. და არის კიდევ უკანონო საქციელი, ანუ კანონგარეშე, დაუჭერელი კანონები მაგრამ ხედველობაში შემობატონებო. უამრავი კარგი პოლიციელია. ერთაფაში ნუ შევტვაქვს. არანაირად. გუბობ მაგაც აქციელს. უბედურება იმაში გახლა ჩემ ბატონებო რომ ჩემ დროს ესე ჰარალად პოლიციაში კაცი ვერ მოხდებოდა. დღეს რომ გაფილტრო პოლიცია პირველ რიგში დასაჭერია შინაგან საქმეთა მინისტრი, იმიტომ რომ უამრავი ნასამართლები ყავს და ყაჩაღი და უარგისი ხალხი ყავს პოლიციაში. აი ესეთია ჩვენი დღევანდელი და ამის წინანდელი და იმის წინანდელი. მე ამას დამომტკიცებ 2 წუთში თუ უნდა. არვე დამიტახო ჩავალ და დაულაგებ წინ ყველაფერს. ეს არის სიძვილი. კომპეტენტური კაცი. ეხლა გემახსოვრება თქვენ იყო ბატონი გვენცაძე. დიახ. რომან გვენცაძე. პროფესიით არისო იურისტი, მაგრამ დააწინაურეს 9 აპრილის სიკეთე რომელმაც მისმა საქციელმა, ორმა საქციელმა და კაცურმა გათვლამ გადააჩინა უამრავი მოქალაქეს სიკვდილს. იქ გახდით მე თვითონ და ცოცხალი კორიდორი გააკეთა პოლიციელებისგან და ეს ალესილ ისმიანი საზარელი ხალხი ნუ ახლა პოლიციას სხვა დააწყავდა მიჩავს და ამ მომენტში გამოვიდა უამრავი ხალხი. კი ბატონო, კი ბატონო. ამიტომ ჩვენ მაგითი ნუ ავწონით ყველა პოლიციის თანამშრომელის საქციელს და უბრალოდ შრომას ეს საკითხი არის უმაღლეს დონეზე ასაყვანი. უპირველეს ყოვლისა კადრები ყველაფერს ეს არის ბრძოლული გამონათქვამი. იქ უნდა იყოს და იმუშაოს ღირსეულმა ადამიანმა, ფიზიკურადაც და სულიერადაც ჯანმრთელმა ადამიანმა. ეს ისეთი სამსახურია რაზროს რა მოგიწევს კაც არ იცი. შენ თავი უნდა დატო მოხალხის გულიზე. თუ ხარ ნამდვილი პოლიციელი და ამას უნდა მოითხოვდეს დღევანდელობა, მაგრამ დღეს რა ვითარებას ქვეყანაში კარგად ვიცით. კი ბატონო. მადლობა გენაცვალე. ეთანხმებით სავსებით ყველა სიტყვაში აბსოლუტურად. თქვენ როგორც კვალიფიციურ პოლიციელს გემჩნევათ რა თქმა უნდა თქვენს ლოგიკაზე, თქვენს ტექსტზე, შინაარსზე. თავიდან ბოლომდე გეთანხმებით. რაც შეეხება რომ ერთნაირად ნუ ავწონით, არანაირად, ასეთი მიდგომა ჩვენ არა გვაქვს.
გეთახმებით იმაშიც, რომ პოლიციელი აუცილებლად უნდა მიღებული იქნას რიგებში შესაბამისი, ასე ვთქვათ, გამოცდის, შესაბამისი გასაუბრების, შესაბამისი იქნება ტესტირების შემდეგ და რაც უმთავრესია და დაუწერელ კანონად მოიაზრეთ თქვენ, ის უნდა იყოს ადამიანი, ის უნდა იყოს პატრიოტი თავისი ქვეყნისა. ის მას უნდა კონდეს გაცნობიერებული, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს. რამ გააბოროტა ქართველი ერი, რომ მართლ წესრიგის პირუთვნელ და ჭეშმარიტ დამცველზე გაიწიოს. რამ გააბოროტა ქართველი ერი, რომელსაც მსგავსი მეთოდებით მოპყრობას სჭირდება თურმე თუ ოფიციოს შევეკითხებით, როგორი მეთოდიკითაც ესენი გამოირჩნენ, როგორც გამოირჩევიან, როგორც ახალგაზრდების მიმართ გემახსოვრებათ, ის ცნობილი მოვლენები ხო მიტინგებზე რა გააკეთეს, რა მოიმოქმედეს და თუნდაც ეს ახლა ბოლო ფაქტი და ღმერთმა ქნას მართლაც ბოლო იყოს, თუმცა იმდენად სისტემური დანაშაულია ეს. აი, პატივცემულო ახლა ეთერში რო იყოთ, შედგებოდა ჩვენი დიალოგი. ეს იმდენად სისტემური დანაშაულია, რომ თქვენ რაც გაიხსენეთ 9 აპრილის პერიოდი, მაშინ სისტემურად ისეთი რამ ხდებოდა, რასაც ახლა ვერ ჩამოუყვებით, რადგან დიდი ფორმატი სჭირდება, მაგრამ სისტემურ დანაშაულს, როგორც დღეს აქვს ადგილი, ისეთი მსგავსი რამ აი მომიტინგეთა მიმართებაში პირიქით ხელი შეუწყეთ და მრავალი ადამიანი გადაარჩინეს მაშინდელმა მუნდირ შემოსილმა ადამიანებმა, მაშინ მილიციელები ერქვათ მათ. ასე რომ პოლიციელიც არის და პოლიციელიც მესმის. იქ რა უნდა ბანდიტს, ყაჩაღს და ასე შემდეგ. ერთ-ერთმა ბლოგერმა დაწერა, რომ ძველი ბიჭები არიანო, თუ ქურდები, თუ ძველი ბიჭები, თუ ის ვერ გამიგიაო, როცა საუბარში და კონკრეტიკაში შეხვალო. მე მესმის მან რას გაუსვა ხაზი, რომ მათი ლექსიკა, მათი სიხისტე, მაგრამ მე მინდა უთხრა ყველას, რომ კონკრეტულად იმ სისტემაში რომ იციან, ხო აი რასაც ძველი ბიჭობა დაარქვა, ხომ, რომ ბრბოდა ხროვად არ უნდა დაესიო ერთ კაცს. ისე შეიძლება არც ერთ სისტემაში არ იცოდნენ, იცით? ვინც მართლა იყო რეალურად, ვინც ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში დიდთან პატარასთან, გავანებოთ თავი, ვის რა ერქვა, ვისაც კონკრეტულად მრავალი სიკეთი აქვს გაკეთებული და იცოდა ადამიანის ფასი, მათ ერთი შეიძლება საერთოდ დიდი ცოდვა აქვს, რომ ღვთის ასე ვთქვათ, გმობელები საქმით არიან და ღმერთმა უშველოთ, მაგრამ რეალურად მე ნაწილზე მაქვს აქცენტი. რეალურად იქ როგორ შეიძლება პოლიციაში ჩვენ ძველი ბიჭები და ისინი არავით არის ძველი ბიჭების ასე ვთქვათ ფენომენი, ის ფენომენია, სადაც არ იცოდნენ და დღეს ცოტა გადასხვანაირდა ყველაფერი. ძველ ბიჭა twin მოიაზრებოდა პატივცემულები. ადრე მასეთ ძველი ბიჭი იყო ბესპრიძელებს ეძახდნენ ეგეთ ხალხს. დღევანდელ ბესპრიძელს როგორ აი ასე ვთქვათ მაპატიეთ ამ სლენგზე როგორ შეიძლება შევადაროთ ის ძველი ყაიდის მართლა ის ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ სიკეთეს თესდნენ და სამართლიანობას იცავდნენ. არამედ მათ ერუდიციას დიდი ჰქონდათ და ინტელექტის და გადახედეთ ერთი პოლიციურ რიგებს, რაც არ უნდა ნაბანდიტარი და ნაყაჩაღარი შიგ მოთავს უბრალოდ მუნდირი ჩააცვან. მას ვერ უწოდებთ და ვერ გავათანაბრებთ, კაცო. რა ის ქურდობა და რა ის ძველბიჭობა უნდათ, ესენი იყვნენ სწორედ იმ ქუჩაშიდაც ნირშეცვლილები და ნირწახდენილები და ხერხემალში არ მდგომი ხალხი და ვერ მდგომი ხალხი, რომელთაც აირჩიეს მერე სამწუხაროდ პოლიცია და სამწუხარო და უბედურება ის არის, რომ პოლიცია ჩვენი ასეთების თავშესაფარადაც გადაიქცა და მერე მათი აღვირახსნილი ანტაგონისტური და ესე თქვათ დაბოღმილი და გაბოროტებული ხასიათი რეალიზდა შემდეგ და ეს იყო სწორედ მარტივად რომ ვთქვათ, ესე იგი ძალაუფლება არ შეიძლება დაკომპლექსებული სულიერად ავადმყოფი ადამიანი და მიშა სააკაშვილი არის ტიპიური მაგალითი იმისა, რაც ცუდია სულიერად დაავადებული ადამიანის ხელში აღმოჩენილი ძალაუფლება. აი ტიპიური ამისი ნიმუში ჩვენ გვყავს მიშა სააკაშვილი ბოლო დროის საქართველოს ისტორიაში. ანუ არ შეიძლება დიდი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეს ადამიანს, რომელსაც აქვს არამდგრადი გაუწონასწორებელი ფსიქიკა და არ აქვს შინაგანი მორალური სწორი ღირებულებები.
აი ასეთი პოლიციელები, როგორც ჩვენ გორში ვიხილეთ იმ ვიდეო კადრებში, არიან სწორედ ის მორალისგან დაცლილი, ის უზნეო ადამიანები, რომელთა ხელში ჩავარდნილმა ძალაუფლებამ განაპირობა ის, რაც განაპირობა და რაც მათ მოიმოქმედეს და სახელმწიფო კონტროლი რომ არ არის სათანადო. ეხა იძახის ყობახიძეა გირგვლიანიო, როდის გამოიძიესო, რამდენი წელი დაჭირდაო, ჩვენო მაშინვე დავაპატიმრეთო. აბა არ ყოფილიყო გადაღებული ვისაც დააპატიმრებდნენ. ეს პოპულიზმი აღარავის აღარ აინტერესებს. აქ სულ სხვა რამეშია საქმე. აი იმ ბატონმა ყოფილმა პოლიციელმა რომ დაგვირეკა ეხლა და რომ გვესაუბრა, აი ამაშია საქმე. სისტემური გაუმართავობაა და სისტემურ გაუმართავობას სისტემის ცვლილება და ნორმალური სწორი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებისგან აგებული სისტემა ჭირდება და ჩვენი საბრძოლო ასპარეზი სწორედ ეს არის, რომ სისტემა უნდა გაუმართოთ. თორე ამ სისტემაში დღეს ყველა ჭანჭიკი და ყველა მექანიზმი მორყეულია, იმიტომ რომ სისტემის სათავეა დაზიანებული და არაწმინდა. აი ამაში ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ ჩვენ თვალი, რომ მთელი სისტემა თავზე გვენგრევა, როგორც პაისი ათონელი ამბობს, რომ აღარ იცი სახში რაში არემონტო, მთელი საქმე თავზე გვექცევაო. აი სწორედ ამ დღეში ვარ ჩვენ მთელი სახელმწიფო არის ჩამოშლილი და მთელი სახელმწიფო გვაქვს ხელახლა ასაშენებელი, მაგრამ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს სახელმწიფო ჩვენი სამშობლო გვაქვს დასაბრუნებელი, რომ მე იქ მაგიდა გასასწორებელი თუ სახურავი მე შევძლებთ ამის გასწორებას. ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენი არ არის, ჩვენ უფლება არ აქვს ჩვენ სახელმწიფოზე და სამშობლოზე. ამაშია პრობლემა. თუმცა ამ სისტემაზე, პოლიციურ სისტემაზე დგას დღეს დღევანდელი ოფიციოზი. იმ სპეცნაძელებზე, იმ ხო, როგორც წინა რეჟიმის მსგავსად ეს გაგრძელება პირდაპირ პირბადიანებზე და სელექციასაც თვითონ აკეთებენ ისეთი ადამიანებისას, რომელიც გამოადგებათ იმ უკანონო ბრძანებების შესრულებაში. მარტივია, ძალზედ მარტივადაა ეს. ასე რომ გეთანხმებით პატივცემულო, პატრიოტი, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანები უნდა ბრძანდებოდნენ გარკვეულწილად და შესაბამისი დოზის თმენის ვალდებულებით, დიახ, და არა პოლიტიზირებული პოლიცია, როგორც იყო უწინ და როგორც არის დღეს. ჩვენ ზარებიც ვაკონტროლოთ ხოლმე, 1-2 ზარი გაითიშა და ეშხში რომ შევალთ, ზარი არ გამოგრჩეს. ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში. ზარია პატივცემულო გისმენთ. გამარჯობა. ძანეთ? აი ეს თავისუფლებას რომ თხოვნოთ ადამიანებს. რაიმე ამ ქვეყანაზე თუნდაც ნების არიან თავისუფლები. ბოლო ვერ გავიგე. რატომ თავისუფლება? თავისუფლებაზე საუბრობთ, ხომ? თავისუფლება რა არის ეს სულიერ ფილოსოფიური კითხვა თუ სულიერ ფილოსოფიურად წემთ ამათ სახარებას წემს პასუხსო სანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგან თავისუფლებას შენ და ერის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფლებას და მთელი სახელმწიფოს თავისუფლება მხოლოდ იმდენად არის თავისუფალი, რამდენადაც ის კავშირშია ღმერთთან ჭეშმარიტების, ესე იგი, ერთადერთ წყაროსთან. რამე თუ თავად ღმერთია ჭეშმარიტება და რამდენადაც სინერგიაში ადამიანი ღმერთთან, შესაბამისად ერი და სახელმწიფო მით უფრო ის მეტაფიზიკურად სულიერად თავისუფალია. ეს ფილოსოფიური პასუხი და სახელმწიფოებრივი თავისუფლება თუ გაინტერესებთ, სახელმწიფოებრივი თავისუფლება არის ის, რომ ფეოდალური ელიტა და ესე იგი კლანი არ უნდა აკონტროლებდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და არ უნდა ვიყოთ გადაქცეული ამ მართველი ელიტისა და ამ მოძალადე ოლიგარქიული კლასის დაქვემდებარებულ მონათფლობელური კლასის დაქვემდებარებულ ესე იგი უუფლებო მოქალაქეებად არ უნდა ვიქცეთ. დიდხან შევაყოვნეთ. ეთერში ბრძანდება. ფილოსოფიური მხარე გაინტერესებთ ამ საკითხზე, სახელმწიფოებრივი. ეთერში ხართ ხალბატონო? დიახ. აი პოლიტიკა გასმება, რომ მართოს ხალხი. პოლიტიკოს აქვს ნება რომ მართოს ხალხი, მაგრამ პოლიტიკოს მიცემული აქვს მანდატი იმისა, რომ არა მართოს როგორც ცხვრის ფარა, არამედ მართოს სახელმწიფო იმ არსებული სახელმწიფო სისტემით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რა არის სახელმწიფო. სახელმწიფოს
ფუნქცია არის ერის სულიერ კულტურულ, ისტორიული, ცივილიზაციური როლის მაქსიმალური რეალიზების საშუალება. ანუ სახელმწიფო ეს არის მექანიზმი, რამაც ერი როგორც ორგანიზმი უნდა აღორძინოს და ერის რეალიზება უნდა მოახდინოს. ანუ ერმა რო თვით რეალიზება, თვით გამოხატვა, გამრავლება, განვითარება, ისტორიული წინსვლა შეძლოს, აი ამას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით, მემარჯვენე იდეოლოგიის თვალსაზრისით და არა რაღაცა სხვა მე გულისხმობ როგორც ტრადიციონალისტი, როგორც ეროვნული პარადიგმიდან მოაზროვნე პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანი, ასე გესაუბრებით. სახელმწიფოს ფუნქცია ეს არის უზრუნველყოს ერის თვით რეალიზება როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ფსიქოსოციალური ფენომენისა და ეროვნული იდენტობისა და ფსიქოსოციალური წყაროების დაცვის, აღორძინებისა და განვრცობის ინსტრუმენტად იქცეს და არა პირიქით ამისი დეკადანსისა, დაკლინებისა და იმ სოციალური უთანასწორობისა და აღრევისა და ერის სულიერ კულტურული დეკადანსისა, რისკენაც მიაქანებს ქართული ოცნების ფეოდალური მმართველობა და კლასი დღეს ქართულ ერსა და ქართულ სახელმწიფოს. აი ეს არის ჩემი პასუხი ეროვნული პარადიგმიდან და იმ იდეოლოგიური მსოფლმხედველობიდან, რაც ჩვენ გვამოძრავებს როგორც პოლიტიკურ ერთობას. კი ბატონო, იმდენად ვრცელი პასუხი იყო, გავიდა მეგონი ამოწურავად გიპასუხეთ. კი ბატონო. დიახ, წამები დაგვრჩა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, უპირველეს ყოვლისა უფალს, რა თქმა უნდა, ჩვენს საეთერო ჯგუფს გულს ნუ გავიტეხთ ნურაფერზე, ჩვენი აქ ყოფნა, ჩვენი ხალხთან ერთად ყოფნა და ხალხის წიაღში ჩვენი არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ეს საქმე სჭირდება, არა, ჩვენ პიროვნულად, სულიერად და ჩვენი შინაარსით ვართ სწორედაც ხალხის წიაღის ნაწილი. და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ესე ვიქნებით, რომ თქვენი მესიჯების, თქვენი სატკივარის გამვრცელებლები, მტკმელები და თუ შევძლებთ და უნდა შევძლოთ აუცილებლად სალბუნათად შეიძლება გამოგადგეთ ხოლმე. მაგრამ ერთად ყოფნით, აი გეგას არაერთგზის აქ ნათქვამი, ერთად ყოფნით, იცით? აი როდის რა, აბა ჩვენ კი ბატონო, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ და ჩვენში, თქვენი თავიც მოიაზრება. ჩვენ ერთნი ვართ ბრძოლაში და ერთად უნდა მივიღოთ ის წარმატება, რა წარმატებისთვისაც ყველა ერთად ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა გქონდეთ და წარმატებები გაიხარეთ.